მოგესალმებით, ეს გახლავთ მოძრაობის 31 პოდკასტი. მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ცდილობს, რომ თანასწორი და ჰორიზონტალური ერთობა შექმნას და შესაბამისად სხვადასხვა ეპიზოდში სხვადასხვა წევრი არის ხოლმე სტუმარი. დღეს ჩვენი სტუმრები არიან მოძრაობის წევრები, ლიკა ჯალაღანია, ის გახლავთ ადამიანის უფლებების და გენდერის მკვლევარი, სოფო ბასილაძე, ის ცხოვრობს საქმიანობს ქუთაისში, არის ჩვენი მოძრაობის ასევე აქტიური წევრი და წამყვანის როლს დღეს მოვირგებ მე მაია ბარქაია, ასევე მოძრაობის წევრი. დღევანდელი ეპიზოდის ინსპირაცია შეიძლება ითქვას, რომ არის 8 მარტი, რომელიც არის ქალთა საერთაშორისო დღე. და შეიძლება შემთხვევითიც არ არის, რომ სწორედ 1910 წელს სოციალისტ ქალთა კონფერენციაზე გაჟღერდა ამ დღის იდეა და მას შემდეგ მართალია მილიონობით ქალმა მიიღო მსვლელობებში მონაწილეობა, დღეს მსოფლიოში აღნიშნავენ ამ დღეს. და ბევრისთვის ალბათ ერთი საუკუნე გავიდა და ეს დღე არის დღესასწაული, მაგრამ ჩემთვის პირადად და ჩვენი მოძრაობისთვის ალბათ ეს დღე არის უფრო რომელიც ბრძოლის დღე, როდესაც რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ კიდევ ერთხელ და როგორია ეს რეალობა. ერთი მხრივ გვაქვს ისტორიული რეალობა, ის რომ ისეთი ფუნდამენტური უფლებებიც კი, როგორიც არის განათლების უფლება, ხმის მიცემის უფლება, ქალებმა ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს და არც თუ ისე დიდი ხნის წინ და ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება. მეორე რეალობა, რაც თვალი უნდა გავუსწოროთ, ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, ის რომ ქალებს დღესაც უწევთ, მათ შორის იმ ფუნდამენტური უფლებებისთვის ბრძოლა, რაც თითქოს მოიპოვეს და საფრთხის ქვეშ არის და კიდევ ბევრია, რაც საბრძოლოა და მოსაპოვებელია. ამ კონტექსტში ალბათ ერთ ფრაგმენტს გავიხსენებ ჩვენი რეალობიდან. ეს არის ის, რომ ჩვენს გარშემო რთულია ალბათ იპოვო ქალი, რომელიც არ შრომობს. ხო, ქალები არიან მიგრაციაში, ეს იქნება მაგალითად თურქეთი, იტალია, საბერძნეთი, მიგრანტების უმეტესობა ქალები არიან, ხო, რომლებიც მძიმე შრომაში არიან ჩართული. ქალები არიან ყველაზე მოწყვლად არაფორმალურ სექტორშიც, სადაც ის მინიმალური შრომის სიკეთეები, რაც ფორმალურ სექტორში არ ვრცელდება. ქალები არიან შინ შრომაშიც, სრულ განაკვეთზე თითქმის, მაგრამ ამის მიუხედავად თუ ოფიციალურად შევხედავთ ჩვენს მონაცემებს, სტატისტიკას, ქალების 55% ითვლება, რომ არ მუშაობს, ფორმალურად არ მუშაობს და არც ეძებს სამუშაოს, მაგრამ ქალები თან მუდამ შრომაში არიან. და ერთი ფაქტი მინდა ჩემთვის და მე მგონი საინტერესო აღვნიშნო, რომ ქალების აუნაზღაურებელი შრომის ღირებულება 1 წლის განმავლობაში საქართველოში შეადგენს 2.5 მილიარდ საათს. ეს არის თქვა გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა 2021 წლის მონაცემთა ბაზაზე, რომელიც გულისხმობს, რომ ესე იგი ქალების აუნაზღაურებელი შრომა, რომელსაც ისინი ეწევიან მხოლოდ 1 წლის განმავლობაში, შეადგენს 2.5 მილიარდ საათს, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო და დამსაქმებელი სადღაც წელიწადში იღებს სარგებლობს აი ამ შრომით და ზოგავს სადღაც 10 მილიარდ ლარს. იმიტომ რომ თუ კი სახელმწიფო შექმნიდა შესაბამის სამუშაო, ასე ვთქვათ, ადგილებს და ზრუნვის ინფრასტრუქტურა, სადაც იგივე შრომისთვის ქალებს დაასაქმებდა და გადაუხდიდა, მას მოუწევდა ამ 10 მილიარდი ლარის გადახდა. ეს კი ჩვენი, ვთქვათ, ეკონომიკის მშპ სადღაც მე-5-ს მაინც შეადგენს. ანუ ქალები არიან ერთი ეკონომისტი, ფემინისტი რომ ამბობს, რომ უხილავი ხელი კი არ მართავს ამ ეკონომიკას და სამყაროს. ანუ ქალების უხილავი გული მართავს ამ სამყაროს და რო წარმოვიგინოთ, აი რამხელა მასშტაბია, ხო? აი ამ უხილავობის. ჩემთვის ასევე ისეთია საკითხია, ხო? რატომ არიან მდიდარი ქვეყნები მდიდრები და ღარიბი ქვეყნები ღარიბები და ამ დისკუსიაშიც ხოლმე რო წარმოვიდგინოთ ამ უხილავი შრომის ფასი. ამ დისკუსიებშიც ხშირად განვითარების კრიტიკული სპეციალისტები მაგალითად ამბობენ და იმას აქცევენ ყურადღებას, რომ ვერ იქნებოდა ეს მდიდარი ქვეყანა მდიდარი, რომ არა ერთი რა თქმა უნდა ამ რესურსების ოქროს, ვერცხლის და ნედლეულის მოპოვება,
კოლონიზირებული ქვეყნებიდან, მაგრამ მეორე ვერ იქნებოდა ინდუსტრიალიზაცია და ვერ გამდიდრდებოდა მდიდარი ქვეყანა, რომ არა მონების მონათმფლობელობა და მონების უფასო შრომა. და მაგალითად აშშ-ის შემთხვევაში 2 საუკუნის განმავლობაში დათვლილია რამდენი მილიონი საათის უფასო შრომით ისარგებლა ეკონომიკა. და ასეთივე მასშტაბის არის ქალების უფასო შრომა, რომლითაც არის მართული, ასე ვთქვათ, ჩვენი ეკონომიკა და რომელიც უხილავია და ამ ქალების კეთილდღეობაზე, მათ შორის, მაგალითად, გავლენ საპენსიო ასაკში, არც საპენსიო დანაზოგზე აისახება, იმიტომ რომ ითვლება, რომ ისინი არიან უმუშევრები. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ასპექტია და ვიწრო ასპექტი ისიც იმ ჩაკირული უთანასწორობის და რეალობის, რომელშიც დღეს ქალები ცხოვრობენ საქართველოში. და გადავალ კითხვით თქვენთან, რომ გავიხსენოთ, მოკლედ 1 საუკუნე გავიდა და დღეს როგორია ქალების ყოფა, რა ბრძოლებში არიან ქალები ჩართული და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქალი საქართველოში. ლიკა, ხარ დავიწყოთ შენ. კი ბატონო. პირველ რიგში მადლობა ამ საკითხზე მსჯელობის ხო რაღაცა ორგანიზებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვი ხო მაია შენ რომ რეალურად ის ბრძოლა რომელიც იწყება აი 8 მარტის აღნიშვნით ასე ვთქვათ ხო ეს რაღაცა კონკრეტული დღის ირგვლივ იწყება სწორედ მშრომელი ქალების და იმ ქალების ბრძოლით, რომლებიც იაზრებენ საკუთარ ადგილს ამ სამყაროში, იაზრებენ იმას, როგორი მნიშვნელოვანი არის თანასწორობის იდეა და იწყებენ ფაქტობრივად ნულიდან, ანუ როგორ უნდა დავიწყოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ქალებმა საკუთარი ადგილი მოიპოვონ და თანასწორი ადგილი მოიპოვონ ამ საზოგადოებაში. და ეს სოციალური საკითხები ხდება მართლა ფუნდამენტი აი ამ მართლაც უდიდესი ბრძოლის, რომლის შედეგებზეც ჩვენ ვდგავართ დღეს, ხო? იმიტომ რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი ჩვენი მოცემულობა თუნდაც ის მცირე იქნება თუ რაღაც გარკვეულწილად არსებული გაუმჯობესება, აი ამ სოციალური და კულტურული მათ შორის მონაპოვარის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებდა და ეს ალბათ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ როგორც გლობალურად ცხადია, მაგრამ ასევე საქართველოში ქართულ მოძრაობებსაც თუ შევხედავთ, ხო, ფემინისტურ მოძრაობებს, ფემინისტურ იმ ძირითადად თქვათ მიდგომებს, რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში და მე-19-ის ბოლოსშიც არსებობდა, ჩვენ ხედავდით აქცენტირებას სწორედ ამ შრომაზე, ხო? და იგივე ბარბარე ჯორჯაძესთანაც ჩვენ ხედავთ ამას, როგორი რთული არის მრავალშვილიან ოჯახში დაბადება, როცა შენ უკვე აღარ გრჩება არანაირი რესურსი, როგორც ქალს, რომ თქვა შენი რაღაც სხვა მხარე განავითარო და იძულებული ხდები მხოლოდ აი ამ უხილავ შრომაზე რომელიც არ არის აღიარებული, ამაზე იყო დამოკიდებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს შრომის საკითხი ალბათ მნიშვნელოვანი არის იმ კუთხითაც აღსანიშნავად, რომ მიუხედავად იმისა, რომ შრომა, მათ შორის უხილავი შრომა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ძალიან მძიმე არის, ქალები ყოველთვის და ასე ვთქვათ, დიდი ფემინისტები, რომლებიც ვთქვათ, აი ამ საკითხებზე მუშაობდნენ, მათთვის იყო მნიშვნელოვანი არა ამ შრომის უხილავი ზრუნვის შრომის მათ შორის გაქრობა, არამედ მისი გადანაწილება, ხო? ეს არის ალბათ ყველაზე არ ვიცი, შეიძლება ჰუმანური იდეაც კი, ხო, ჩადებული მასში, იმიტომ რომ ის იაზრებს, რომ ჩვენ კი უნდა გავაქროთ ერთმანეთზე ზრუნვა, არამედ ის უნდა გავხადოთ საყოველთაო. და ალბათ აი ეს იდეაც იყო ყოველთვის მამოძრავებელი თავის დროზევე, როდესაც 8 მარტის და ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაიწყო და მოგვიანებით უკვე ბრძოლები, რომლებიც სხვადასხვა უფლებებისთვის ვითარდებოდა, მათ შორის სამოქალაქო პოლიტიკური უფლებები და იქნებოდა სოციალური და ეკონომიკური უფლებები. მაგრამ გამოწვევები მიუხედავად ამისა დღეს ჩვენ გვაქვს და ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმას, რომ აი ეს ბრძოლა თანასწორობისთვის არ არის კონკრეტული მდგომარეობა, არამედ არის მუდმივი პროცესი და მცირედი შენელებაც კი ამ პროცესში შენი ბრძოლისთვის შენ ისევ უკან გაბრუნებს და ფაქტობრივად ეს სისტემა რომელიც უთანასწოროა, ამ ბალანსს სწორედ ამ იერარქიის გამო და ნორმატიულობის გამო, რომელიც არსებობს ამ სისტემაში, იძულებულს, ასე ვთქვათ, გარემოს ხდის მუდმივად არათანასწორს და შენ მუდმივად გიწევს შენი დამატებითი ენერგიის ჩადება იმისთვის, რომ გამოასწორო ეს დისბალანსი, რომელიც სამყაროში არსებობს ყველა უფლებასთან და ყველა სოციალურ საკითხთან თუ კულტურულ საკითხთან მიმართებით. ხა დღესაც ჩვენ ისე ვთქვათ აი შრომის საკითხზე რომ გავაგრძელოთ და მერე ცხადია სხვა საკითხებსაც შევეხებით, ჩვენ ვხედავთ იმ ძალიან სერიოზულ გამოწვევებს, რომელიც მაიამ უკვე აღნიშნა, ხო, რომელიც შრომით ურთიერთობაში გვაქვს და დღევანდელი რეალობაც არის ის, რომ ქალებს ფაქტობრივად უწევთ მრავალ ადგილიანი შრომის განხორციელება და ხო კომპლექსურია ის შრომა, რომელსაც ისინი ახორციელებენ და შეიძლება ითქვას, რომ ფორმალური შრომაც კი, რომელსაც ქალები წევენ, არ არის საკმარისად დაფასებული. და ამ არასაკმარის დაფასებულობას ჩვენ
ვხედავთ არათანაბარ ანაზღაურებაში და იმ გამოწვევაში და იმ თქვათ იმ განსხვავებაში, რომელიც არსებობს კაცებისა და ქალების ანაზღაურებას შორის, ასევე გარდა ამ ფინანსური და ხო რაღაც ანაზღაურებითი უთანასწორობისა ჩვენ გვაქვს ცხადია ვერტიკალური და ჰორიზონტალური სეგრეგაციები, რომელიც რას გულისხმობს, ხო, როდესაც ადამიანებს ერთის მხრივ ქალებს როგორც წესი უჭირთ, მაგრამ არა მათი მიზეზით, ხო, არამედ სისტემის გამო უჭირთ მაღალ საფეხურზე ასვლაც, საკუთარი შრომის დანახვა, მისი აღიარება კონკრეტული ორგანიზაციის თუ რაღაც იმ სისტემაში, სადაც არიან და მეორეს მხრივ ქალები ხშირად არიან გადანაწილებულები უფრო მეტად ნაკლებ ანაზღაურებად, უხილავ პოზიციებზე, რომელიც სინამდვილეში ანარჩუნებს კონკრეტული ორგანიზაციის მუშაობას, მაგრამ ის არასდროს არ არის საკმარისად წარმოჩენილი, ხო? ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერში ქალის ხელი არის, ანუ ქალების შრომა დევს თითქმის ყველა ამ სისტემის ფუნქციონირების მთავარი მამოძრავებელია, შეგვიძლია ესე ვთქვათ, მაგრამ არასდროს არ ხდება მისი აღიარება და შრომა ალბათ არის მისი ერთ-ერთი ნათელი წერტილი. მეორე ალბათ მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვახსენოთ აი ამ ანაზღაურების საკითხზე და ზოგადად შრომის საკითხზე არის ის რომ ქალებს ხშირად მათი ანაზღაურების სიმცირეს იწვევს ისიც რომ ქალებს უწევთ ნახევარგანაკვეთიან სამუშაოებზე მუშაობა, ხო? და ფაქტობრივად ისიც რომ ისინი მუშაობენ ნახევარგანაკვეთზე, მუშაობენ დაბალ ანაზღაურებად პოზიციებზე, ეს თავისთავად უკვე იწვევს ერთის მხრივ უთანასწორობას შემოსავლებში და უთანასწორობას უკვე მერე კეთილდღეობისთვის მიღწევის შესაძლებლობებში, ხო? იმიტომ რომ შეგვიძლია დღეს თამამად ვთქვათ და მონაცემებზე დაყნობით რომ ქალებს უბრალოდ არ მიუწვდებათ ხელი იმ შესაძლებლობებზე, რომ მათ ისეთივე კეთილდღეობა შეუქმნან საკუთარ ოჯახებს და საკუთარ თავს, როგორც ეს შეიძლება იყოს კაცების შემთხვევაში. ნუ აქ შემოდის შრომის შემთხვევაში კიდევ დამატებითი საკითხი, როგორცაც ჩვენ ვეძახით ხოლმე დედობის სასჯელს, მაშინ როდესაც მამების შემთხვევაში პირიქით ეს პლუსი არის, ჩვენ ვიცით რომ მამები, რომელსაც შვილები ყავთ, უფრო მეტად ასე ვთქვათ, სანდო თანამშრომლებად და პარტნიორებად მიიჩნევიან, მაშინ როცა ქალებისთვის ეს არის ნაკლი და ეს კიდევ უფრო მეტად წევს მათ აი ამ საფეხურზე, რომელზეც თქვა შრომით საფეხურს თუ აღნიშნავთ და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკის პრობლემა, რომელსაც ხშირად ვახსენებთ ხოლმე, მაგრამ ყურადღებოდ არის დარჩენილი, ეს არის მინიმალური ანაზღაურების საკითხიც, ხო, რომელიც საქართველოს ჩვენ ვიცით რომ ჯერ კიდევ ეფუძნება, ხო, შევარდნაძის პერიოდის დროინდელ 20 ლარიან ნიშნულს. და მისი გადახედვა მიუხედავად ეგრეთ წოდებული ეკონომიკის აღზევებისა, რომელიც გვეუბნებიან რომ ესე არის, ესეთი ასახვა არ მოყოლია პრაქტიკაში. ალბათ შრომის კუთხით კიდევ ბევრი საკითხია, მაგრამ ამ ადგილს ეხლა მე შევჩერდები და მე ვეცდები რომ კიდევ დავამატო გარკვეული საფო, შენც ხომ არ დაამატებდი, თქვათ, როგორია ქალების ცხოვრება და გამოწვევები დღეს საქართველოში, კერძოდ თქვათ, ქუთაისში ცხოვრობ და ამ კონკრეტული რეგიონის მაგალითზეც ხომ არ ისაუბრებდი? აუცილებლად თქვენს მსჯავრობას შევმატებდი, აი ქუთაისის მდგომარეობის ანალიზსაც, რომელიც პრინციპში მოწინავე არის ქალების ემიგრაციის თვალსაზრისით. ეს ქალაქი დასავლეთ საქართველოდან ძალიან ბევრი ქალი მიგრანტი გვყავს სხვა განვითარებულ ქვეყნებში და აი უბრალოდ ძალიან სევდიანი არის ეს ფაქტი, როგორ ირღვევა ოჯახის სტრუქტურები, როგორ ირღვევა ოჯახური და ნათესაური კავშირები, ზუსტად იმიტომ, რომ ქალები იძულებულები არიან გადარჩენის სტრატეგიად დაისახონ ემიგრაციაში წასვლა და არაერთხელ ყოფილ ვარ ამ ქვეყნებში, ზირთადად საბერძნეთში, იტალიაში და ამ ქალების მონათხრობი და მათ ყოფაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ მათ უბრალოდ სამუშაო ძალის გაყიდვა კი არ უწევთ. მთლიანად მათი ცხოვრება არის მიყიდული ფაქტობრივად დამსაქმებლების კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის, ხო? და ეს ზრუნვის ესეთი გასაქონლება და სამუშაო ძალის ასეთი მასშტაბის ექსპორტი ნამდვილად მეტყველებს ჩვენი სახელმწიფოს ანტისოციალურ პოლიტიკაზე და აი უბრალოდ ამაზე დიდი ცინიზმი, რასაც ჩვენ ქართული ოცნების რიტორიკით გვესმის, აი ერთ-ერთ დაბალი რანგის პროპაგანდისტულ გადაცემაში იყო 4 შვილის დედა წარმოდგენილი და ეს ქალი ამბობს, რომ საქართველოს უკან დგას ძლიერი ოჯახები.
და აი ვის გულისხმობენ ამ ოჯახებში ცოტა აი ეგ კითხვა მიჩნდება აი ქართულ ოცნებასთან გარიგებულ შეკრულ ძალიან მცირე ელიტურ ბიზნეს ჯგუფებს თუ იმ ოჯახებს რომელთა წიაღშიც ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს ქალები და ოჯახებიც უკვე იძულებლები არიან ემიგრაციის გზას დაადგნენ აი ჭიათურელი მაღაროელების ოჯახებში უდანაშაულო პროტესტში ჩართული ადამიანები მოწყვიტეს საკუთარ ოჯახებზე წლობით გაიმეტეს ციხისთვის აი რომელ ოჯახებზე არის საუბარი მართლა მაინტერესებს ეს ძალიან ისეთი იმდენად მოწყვეტილები და გაუცხოებულები არიან ეს ადამიანები კონკრეტული ადამიანები ვინც ამ პროპაგანდის სამსახურში არიან ჩამდგარი მოწყვეტილები არიან საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის ყოფას რომ აი ძალიან დამაჯერებლად გვარწმუნებენ რომ აი ერის სახელმწიფოს ნაციონალურ ფანტაზიაში საქართველოს ზურგს უმაგრებს ძლიერი ოჯახები მაგრამ ფაქტი იმაზე მეტყველებს რომ მათი ეს წარმოსახვა ვერ ასახავს რეალურ პრობლემებს რომელთა წინაშეც დღეს ქართული ოჯახები დგანან ასევე აი მიგრაციას დავამატებდი კიდევ რომ აი სამწუხარო არის ფაქტი რომ აი სხვა იდეოლოგიური დისკურსის გავლენით თუნდაც ემიგრაციაში წასული ქალების აგენტობას აქრობს ეს რიგი დისკუსიები აი ვინ რატომ მიდის ემიგრაციაში არის კი ეს ნამდვილად რაცა გათავისუფლების ან ეკონომიკური კეთილდღეობის მოპოვების გზა თუ ეს არის მართლაც გამწყვეტავი რუტინა რომ უბრალოდ გადარჩე ფიზიკურად და გადაარჩინო შენი ოჯახის წევრები საქართველოში და ეს რაცა ულმობელი ოპტიმიზმი რომ როდესმე ამოისუნთქავ როდესმე მიაღწევ რაღაცა იმ ბაზისურ კეთილდღეობის ნიშნულს და იქედან მერე სხვა ცხოვრება იწყება მაგრამ უმრავლესობისთვის ეს ცხოვრება არ დგება ხო და ასევე დავამატებდი აი ლიკა შენახსენე დედობის სასჯელი მე მაგალითად ქუთაისში შიშინ ბავშვების მშობლებთან მიწევს აქტიური გადაკვეთა იმიტომ რომ ჩვენი შვილები ერთ ცენტრში დადიან და იღებენ სერვისებს და აი ცენტრის გადაწყვეტილებით მაგალითად ერთ-ერთი მშობლების მხარდაჭერის სერვისით შეიქმნა რომელიც გულისხმობს მშობლების ფსიქოემოციურ გაძლიერებას და ფსიქოგანათლებას იმდენად შემაძრწუნებელი არის დროითი სიღარიბე, რასაც დედები და ქალები განიცდიან, რომ აი ამ სერვისის მიღებისთვის საჭირო დროსაც ვერ ითავისუფლებენ. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ისინი ჩართულები არიან გარე სამუშაო ბაზარზეც, ასრულებენ უმძიმეს ზრუნვის შრომას და შინ შრომას და როდესაც ყავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვი, აი ფაქტობრივად მთლიანად მოცული ხარ შენი შვილის ცხოვრებით და ნაკლებად გრჩება დრო საკუთარ თავზე, საკუთარ თვითრეალიზაციაზე, საკუთარ ოცნებებზე ან სურვილებზე ფიქრის დრო. და ამ ფონზე, როდესაც ქართული ოცნების პოლიტიკა მიზანმიმართულად ურტყამს განათლების სექტორს, ანადგურებს ყველა ავტონომიურ კერას ჩვენს ქვეყანაში, რასაც თავის დროზე დაეშენა თუნდაც შიშინ ბავშვთა უფლებებზე ზრუნვა და ამ ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე თუნდაც ძალიან ბევრი სერვისი განვითარდა ხო, სპეციალისტებით გადამზადებით დაწყებული, უშუალოდ ბავშვთა მომსახურების თვალსაზრისით. აი იმის ნაცვლად რომ განავითარონ, გაუმჯობესონ მშობლების ინსტიტუციური მხარდაჭერა, იმასაც კი ანგრევენ და იმასაც კი სპობენ, რაც მშობლების, სპეციალისტების, განათლების ექსპერტების ოფლით და შრომით არის დღემდე მოტანილი. და აი არ ვიცი, გული მწყდება უბრალოდ იმაზე, რომ ყველა მშობელი იაზრებს ამ საფრთხეებს, უბრალოდ
აი მათი ცხოვრება და ჩვენი ცხოვრება იმდენად შეკუმშული არის ამ დედობის რუტინული შრომით, რაღაცა რიგი მოვალეობების ციკლში მონაწილეობით, რომ აი ის აგენტობაც ქრება ნელ-ნელა, რაც შენ ხმას აგამაღლებინებს ამ უსამართლობის წინააღმდეგ, ხო? აი უბრალოდ ყველა იაზრებს რაც ხდება, მაგრამ რესურსი არ რჩება, რომ რაიმენაირად ამ რაც ბოროტების მანქანას დაუპირისპირდა. და პრინციპში ხო, აქ ერთს დავამატებდი კიდე, რომ აი მისა 8 მარტის ისტორიულ ფესვებს რომ მიუბრუნდეთ. აი დღესდღეობით მაგალითად სახელმწიფოს და კაპიტალისტური ეკონომიკის ინტერესში შედის 8 მარტის დეპოლიტიზაცია და ამ თარს ხშირად შემოგვასაღებენ როგორც ქალებს ზრუნვის ან ქალების როლის წინაპლანზე წამოწევის ამოცანად, მაგრამ სინამდვილეში ეგ არ არის ეს უბრალოდ კულტურული ან სენტიმენტალური მილოცვის ტექსტი ან ყვავილების ჩუქება. 8 მარტი ნამდვილად უკავშირდება ქალთა ისტორიულ ბრძოლას ემანსიპაციისთვის და სწორედ აღნიშნე, რომ ეს ბრძოლა არათუ დასასრულისკენ მიდის, მე მგონი პირიქით ახალ და უფრო რთული გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენ უფლებრივ მდგომარეობას მემარჯვენე ანტიგენდერული მოძრაობების აღმასვლის ფონზე. საკმაოდ ბევრ საკითხს შეეხეთ, ისეთი კომპლექსურია ეს დისკუსია, როგორი რთულიც არის ქალების ცხოვრება, ალბათ. შენ აღნიშნე, სოფო, ეს მიგრაციის საკითხი, რომ იდეაში სახელმწიფო არათუ ხელს გიწყობს როგორც მოქალაქეს, არამედ სახელმწიფო ყველა პირიქით ბარიერებს გიქმნის და აწყდები დაბრკოლებებს, ყველანაირ დაბრკოლებას, რომ ადამიანი მოქალაქე ვერ გადარჩეს აქ ამ წიაღში და ადამიანები სახელმწიფოს აი ამ დაბრკოლებების და ბარიერების მიუხედავად, არათუ ხელშეწყობაზეა საუბარი, პოულობენ ინდივიდუალურ გამოსავალს, ხო? საკუთარ თავში ძალას ეს ქალები, რომ და სხვა მოქალაქეებიც ასევე ვინც მიგრაციაში მიდიან, რომ გადარჩნენ, იმკურნალონ და იარსებონ და არჩინონ აქ ოჯახები, ხო? ჩვენი ეკონომიკის დიდ არათუ საკმაოდ 10%-ზე მეტი იყო, ხო? შეადგენს მიგრაციიდან გამოგზავნილი თანხები. მაგრამ ეხლა აქ რაშია საქმე, ხო? ჩვენ ვხედავთ ეს გვაჩვენებს, როგორი ძალა აქვს, თქვათ, ქალებს, მათ შეუძლიათ მოქმედება, ისინი მოქმედებენ, ისინი ეხლა რო გავიხსენოთ უახლესი ახალი ამბებიც, მაგალითად, ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკაში აპროტესტებდნენ ქალები, აქეთ ვხედავთ ერთ-ერთი პოლიტიკური პატიმრები არიან ქალები, მზიამაღლობელის დაწყებული, ხო? ქალები არიან ყველგან სადაც არის პრობლემა და ისინი საუბრობენ ამაზე, მაგრამ სხვა საკითხია, აქ თუ არა მათ გავლენა და განსაზღვრავენ თუ არა ქალები იმ პოლიტიკას, რომელიც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, ხო? ეს კრიზისი, ხო, დემოკრატიის გვაქვს 30 წელია, იმ გაგებით, რომ ჩვენ ცხოვრობდით ლიბერალურ დემოკრატიის მოდელში, რომელიც თავისთავად ყველაზე უპოვარ და მშრომელ კლასს გამორიცხავს აი ამ პოლიტიკის განსაზღვრისგან და როდესაც კი იღებდნენ ხმას რეპრესიები ხდებოდათ ადამიანებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარკვეულ ჯგუფებს მაინც ჰქონდათ გავლენის შესაძლებლობა, ხო? თქვათ სამოქალაქო საზოგადოებას, NGO-ს, კონსულტაციები იყო ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ვაწყდებით თავად ამ ლიბერალური დემოკრატიის კრიზისსაც, სრულ კონსოლიდაციას ძალაუფლების, როდესაც უკვე ყველა ჯგუფს ჩაეკეტა კარები, ყველა ჯგუფს არც ერთ ჯგუფს არ აქვს გავლენა პოლიტიკის განსაზღვრავაზე და ეს კრიზისი არის სრულიად სხვა მასშტაბის. ამ სხვა მასშტაბის კრიზისს, როდესაც ვაწყდებით, რა გავლენას ახდენს ეს ახალი რეალობა ქალების ცხოვრებაზე? ანუ რა ახალი შრეშემო აქვს ამ პოლიტიკურ კრიზისს ჩვენ ცხოვრებაში? და აქვე მაშინ, მაგრამ ორ კითხვას დავსვამ და აქვე ხომ არ ვისაუბროთ, რადგან ვახსენეთ ქალების, ასე ვთქვათ, აქტიურობა და მოქმედების უნარი, ხო, მიუხედავად დაბრკოლებებისა, როგორ ვლინდება აი ქალების მოქმედება აი ამ კრიზისის დროს, ხო? დავიწყებ მე და სოფო კიდევ უფრო ნიუანსირებულად გააგრძელებს. ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ზოგადად ეს დედემოკრატიზაციის მთელი პროცესი, რომელიც
ერთდროულად არის გლობალურიც, ლოკალურიც და ძალიან ისეთი, ხო? ანუ ჩვენ ხვდებით, რომ მთელი პლანეტარული მასშტაბით გვაქვს სერიოზული რეგრესი გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, მაგრამ ამავე დროს ზოგადად დემოკრატიის თვალსაზრისით და ეს გვაჩვენებს იმას, როგორ გადაჯაჭვული არის ერთმანეთთან დემოკრატია და გენდერული თანასწორობა, რომ ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. და პრინციპში ეს არის ასევე იმის ილუსტრაცია, რომ როგორც კი დარტყმა მივა დემოკრატიაზე, როგორც რაღაც კონკრეტულ ხო რაღაც თანაცხოვრების კონკრეტულ მოდელზე და ამ თქვათ ნგრევის მთელ ამ გეგმაში პირველი ნგრევაში ხდება ხოლმე გენდერული თანასწორობის იდეა. და ეს შედეგები ჩვენ ნახეთ მთელი ხო რაღაცა ვხედავთ უბრალოდ ამ შედეგებს მთელ სამყაროში, მაგრამ საქართველოს მაგალითზეც ეს არის ძალიან ნათელი, ჩვენ დავინახეთ როგორც საკანონმდებლო ცვლილებებით მთელი ეს წყება ნორმებისა, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება გენდერის ცნებას, უპირისპირდება თანასწორობის იდეას და ალბათ ეს არის ასევე ხაზგასასმელი, რომ სინამდვილეში ეს ბრძოლა უბრალოდ გენდერის მიმართ არ არის, ეს არის ბრძოლა თანასწორობის იდეის მიმართ და დემოკრატიის იდეის მიმართ, ხო, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვუყურებთ ახლა ეს განვითარება, რაც საქართველოს ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში თუნდაც ძალიან საგულისხმოა, იმიტომ რომ რეალურად აი ამ ცვლილებების დიდ ნაწილს, რომელიც თქვათ დემოკრატიზაციის მიმართულებით მიდიოდა, მას არ ქონია განსაკუთრებული შედეგი ქალთა უფლებებზე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ დავინახეთ, რომ აი ეს უკან დემოკრატიზაციის პროცესში ეს შედეგები, თქვათ შეიძლება ითქვას, რომ ითარგმნა კიდევ ითარგმნა გამორიცხვაში. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიზაციას არ ქონია შედეგები, დემოკრატიზაცია მაინც ბევრად საშიში არის, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ბაზისი, რომელზეც დგას და შენ შეგიძლია მისი გაუმჯობესება, ეს ბაზისი ხელიდან გეცლება. თუმცა ალბათ აქვეა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როგორ სწრაფადაც გაიარა საქართველოს გენდერული თანასწორობის კუთხით დემოკრატიზაცია და როგორ სწრაფად შეეცადა, რომ აეშენებინა, ხო, ეს რაღაცა ინსტიტუციური მექანიზმები იქნებოდა ეს თუ საკანონმდებლო ჩარჩოები, ხო, ისევე სწრაფად მოახდინა მისი დანგრევა და შეიძლება უფრო სწრაფადაც ვიდრე მისი აშენება. მაგრამ ეს ჩვენ გვიჩვენებს რას, რომ სინამდვილეში გენდერული თანასწორობა და ეს იდეა მისი ყოველთვის ასრულებდა სიმბოლურ როლს. და ეს სიმბოლურობა პრაგმატულ სიმბოლურობას გულისხმობ, ხო, და არაღირებულებით სიმბოლურობას. პრაგმატული სიმბოლურობა იყო სწორედ ის, რომ არასდროს არსი არ ესმოდა არავის, რა როგორ კეთდებოდა პოლიტიკაში, როდესაც ხო სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდა ამის ინკლუზია პოლიტიკის და საკანონმდებლო ენაში და იყენებდა იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები განემტკიცებინა რაღაც კონკრეტულ დასავლურ საერთაშორისო სისტემაში და როგორც კი მას აღარ დაჭირდა ეს, პირველივე მიადგა აი ამ სისტემას, რომელიც რაღაც მართლა ორ დღეში ააშენა და უკან ჩამოანგრია ყველაფერი, ხო? და ეს გვაჩვენებს იმას, რომ გენდერული თანასწორობა ხდება უბრალოდ კონკრეტული ინსტრუმენტი მისთვის, ეს პოზიციები ბევრად კარგად გამოკვეთოს. ანუ საით დგას, აი ამ მეთოდითაც შეგვიძლია ამაზე დაკვირვებაც კი შეგვიძლია, რომ ეს მისი დგომა და რაღაცა გეოგრაფიული ტერიტორიალობა დავინახოთ მოკლედ ჩვენი ქვეყნის. ბუნებრივია, ეხლა დღევანდელი რეალობა, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ, გენდერულ თანასწორობას უკვე მოიაზრებს რაღაც უფრო ისეთ ტიპის მდგომარეობად, რომელიც თითქოს რაღაცა ბრძოლის და შეტევის სივრცე არის, მაშინ როდესაც გენდერული თანასწორობის და სამართლიანობის, გენდერული სამართლიანობის იდეა სწორედ გულისხმობს იმას, რომ სოციალური და პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები ადამიანების იყოს დაცული და აქ გულისხმობს ეს აქ იგულისხმება ცხადია ისიც, რომ კონკრეტულ აქტორს ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი წუხილებზე ილაპარაკოს და აქ შემოდის სამოქალაქო უფლება, მაგრამ მე ეს როგორ უნდა განხორციელდეს, ხო, ანუ როგორც მოქალაქეობა, ხო, მუდმივად აგების პროცესია, ხო, მუდმივი რაღაცა საკუთარი თავის შექმნის პროცესი ასე არის, როცა ლაპარაკობთ ფემინისტურ სუბიექტზეც, ხო, ხა ძალიან აკადემიაში ვერ გადავიდეთ, მაგრამ ფემინისტურ სუბიექტს მართლა უწევს ქალს საკუთარი თავის მუდმივი აგება და წარმოჩენა პოლიტიკაში, ხო, რაღაცა ფორმით. აქ მარტო წარმომადგენლობით პოლიტიკას არ გულისხმობ, ანუ მას უწევს ბრძოლა სიტყვისთვის, უფლების მოპოვებისთვის და მე უფლების განხორციელებისთვის. ანუ არასდროს რაც არ უნდა უნივერსალური შეიძლება ვეძახოთ ჩვენ უფლებებს, არც ერთი უფლება უნივერსალური არ არის და არ არის დაბადებითი. ანუ ყოველთვის ქალებს უწევთ რომ იბრძოლონ ყველა ამ, ასე ვთქვათ, უფლების ყველანაირი ფორმაციისთვის, ხა მისი განხორციელებისთვის. დღესაც ახლა რასაც ჩვენ ვაკვირდებით, მაიამ ძალიან
კარგად თქვა იმაზე, რომ ქალები მართლა არიან ყოველთვის და იყვნენ ყოველთვის იქ, სადაც იყო პრობლემა და სადაც იყო გამოწვევა და თითქმის შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან ხშირად ისინი დგანან იქ, სადაც ყველაზე მეტად ჭირდება საზოგადოებას მხარდაჭერა და დღესაც, როცა ჩვენ უყურებთ, რომ პროტესტს, რომელზეც ხო ცოტა ხნის წინ ამბობდით, რომ პროტესტს აქვს ქალის ხმა, მაგალითად, ხო? ჩვენი არაჩვეულებრივი თაკოს და სხვა აქტივისტები, რომლებიც იყვნენ ჩართულები, გვესმოდა ეს ხმა და იყო ძალიან მნიშვნელოვანი ხმა. ასევე ის რომ ქალები ყოველთვის არიან წინა ხაზზე და ეს ჩანს რეგიონში, მაგალითად რიონის ხეობის პროტესტში, სადაც ქალები და მათ შორის ის ქალები, რომლებიც დედები არიან, თავად ყავთ შვილები და გახდნენ რაღაცა ქვეყნის დედებად იქცნენ, ხო, ანუ როგორი როლი შეასრულა ამან, ჩვენ ხედავთ ბალდაში მაგალითად, სადაც ქალები როგორ მსხედან, ხო, კარავთან და რაღაც როგორ ცდილობენ საკუთარი სოფელი დაიცვან, ეს მდინარე დაიცვან და კანიონი და ანუ ხედავთ ქალებს რომლებიც იბრძვიან საკუთარი შვილებისთვის, ხო, რომლებიც მათ შორის სოფელშედაც აღნიშნე, ხო, შეზღუდული შეზღუდვის მქონე ბავშვების მშობლები, კონკრეტული რაღაც დაავადების მქონე, ხო, როცა ფიზიკურ დაავადებაზე საუბრობთ, ხო, მშობლები, რომლებიც მაგალითად იყვნენ კანცელარიასთან, ხო, რამდენიმე წლის წინ ჩვენ ესეც ვნახეთ და ეს რკინის კედელი, რომელიც აშენებული იყო, როგორ სიმბოლური იყო აქაც, ხო, ანუ ქალები ყოველთვის როგორ არიან იქ, სადაც მათ შვილებს, ხვის შვილებს, სხვის ოჯახებს ჭირდებათ მხარდაჭერა და ქვეყანას, ხო, როგორც რაღაცა კონკრეტულ ასე თქვათ მოდელს, ხო, ამ რაღაცა ზრუნის ობიექტის. ანუ ქალები ყოველთვის ხედავენ საკუთარ ქვეყანას და ხალხს როგორც ზრუნის ობიექტს და ალბათ ეს არის ალბათ მნიშვნელოვანი, როდესაც ასევე ვამბობთ იმაზე, როგორ უნდა ისინი ყოველთვის გვაჩვენებენ მაგალითს, როგორ უნდა გავასაყოველთაოთ ეს ბრძოლა. მაგრამ დღევანდელ პოლიტიკაში ისიც უნდა აღვნიშნოთ, სანამ ამ ნაწილს დავასრულებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალების როლი ძალიან მაღალია და მათი პოლიტიკური მოქმედებებიც განსხვავებული და მრავალფეროვანია და შეიძლება ნაწილს დავეთანხმოთ, ნაწილს არ დავეთანხმოთ, როგორც ყოველთვის ასევე გვაჩვენებს ეს პოლიტიკა, რომ ყოველთვის ქალების აქტიურობა და მოქმედებაც არ არის დაფასებული, ხო? არა მარტო მათი შრომა ფორმალურ თუ ხო რაღაცა შინ შრომის თვალს არ არის, შრომა ქვეყანაზე, ანუ ესეც კი არ არის ხოლმე თანაბრად დაფასებული და ეს იგივე ეს პროტესტში როგორ წარმოჩინდება და არა მარტო პროტესტში, წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმაში როგორ წარმოჩინდება ამ ქალების მიერ გაღებული შრომა, ესეც არ გვაქვს კარგად გააზრებული, ხო? და ანუ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცნაირად ის რომ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ კრიზისს აქვს ძალიან ნეგატიური გავლენა ქალებზე და გოგოებზე, ეს ჩემთვის არ ყოფილა კარგად ნათელი აი ამ წინააღმდეგობის პროცესში, ანუ არ გამოჩენილა ის ფაქტი, რომ გარდა პირობითად დასავლურ დღის წესრიგში, თქვათ მოხვედრის გარდა, რა არის ის, რასაც ჩვენ დემოკრატიზაცია გვიკეთებს. ის რომ ძალიან ბევრ ოჯახს, მათ შორის იმ ოჯახებს, რომელთა ოჯახის უფროსები ქალები არიან, როგორ ტოვებენ სიღარიბეში, როგორ გამორიცხავენ განათლების აძლევობიდან, როგორ რჩებიან ისინი ხო სოციალურ მოწყვლადობაში, როგორ რჩებიან პოლიტიკის მიღმა, ამიტომ მგონია რომ ეს დემოკრატიზაციის შედეგი კონკრეტულად ქალებსა და გოგოებზე და საერთოდ ხო რაღაცა ამ თანასწორობის იდეაზე კარგად არ გვქონდა გააზრებული და არ გვაქვს გააზრებული და ყოველთვის თითქოს ბოლო ასე ვთქვათ ნიშნულზე გადადის ხოლმე ეს საკითხები. მიუხედავად იმისა, როცა ცენტრალური არის დემოკრატიის ნგრევაში, ანუ მთავარი იარაღია ნგრევაში, მაგრამ ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა მას. მადლობა ლიკა და აი ძალიან ისეთი საინტერესო საკითხები და დაკვირვებები გაქვს, რაც წამოჭერი და ერთი რასაც მინდა ასევე ხაზი გაუსვა, ალბათ გავაგრძელო, რაც ახსენე, არის ის, რომ იდეაში საქართველოს აი ამ მეზობელ რეგიონში საკმაოდ პროგრესული კანონმდებლობა ჰქონდა, ხო? მთელი ეს 2000-2010-იან წლებში, სტამბოლის კონვენციაც კი 2017-ში მივიღეთ, ხო? მოხდა მაშინ, როდესაც უკრაინაში 2022 წლამდე ომის დაწყების მერე მოხერხდა, მანამდე დიდი წინააღმდეგობა იყო, მოლდოვაშიც დიდი წინააღმდეგობა იყო, სომხეთში შარშან ჯერ კიდე არ ჰქონდათ მიღებული, არ ვიცი ახლა თუ მიიღეთ. მოკლედ, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით რეგიონში შეიძლება ვთქვათ, რომ საკმაოდ ესეთი პროგრესული კანონმდებლობაც ჰქონდა და დემოკრატიზაციის პროცესი 90-იან წლებიდან თითქოს მიმდინარეობდა. მაგრამ როგორც შენ აღნიშნე, ეს პროცესი იყო ზემოდან. ხო, ეს იყო დემოკრატიზაცია ზემოდან, მაშინ როდესაც რეალურად დემოკრატია, ხო, როდესაც იყო ზემოდან, რეალური დემოკრატიის სიკეთეები არ უგემია რიგით
შეჭირვებულ მოქალაქეს საქართველოში. მაგრამ დემოკრატია იდეაში ხო სწორედ შრომელი ხალხის, ქალების, სხვადასხვა ჩაგრული ინტერეს ჯგუფების ბრძოლის შედეგია, ხო? მე-20 საუკუნის ქვემოდან დაწყებული ბრძოლის შედეგია, რომლებიც ითხოვდნენ დემოკრატიზაციას ეკონომიკაში, დემოკრატიზაციას პოლიტიკაში და ეს იყო აი ამ ქვემოდან დაწყებული პროცესის გემო ჩვენ ესე ვთქვათ, შევიგრძნით მე-20 საუკუნის დასაწყისში ალბათ, ხო? მუშათა მოძრაობებით და ჩვენივე, ასე ვთქვათ, ინიციატივით აშენებული პირველი რესპუბლიკის, ვთქვათ, დემოკრატიული ექსპერიმენტით. მაგრამ ამისგან განსხვავებით, ეხლანდელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენს მოქალაქეებს არ გვქონია ესეთი განცდა, რომ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობდით. ხო, ეს იყო მაინც ზემოდან წამოსული პროცესი და აღმოჩნდა იმდენად მყიფე, რომ ამ კრიზისის მომენტში ძალიან საფრთხე შეექმნა იმ მონაპოვარსაც კი, რაც ამ პროცესმა მოგვცა, ხო? მაგრამ ამან ალბათ ასევე წარმოაჩინა იმისი აუცილებლობა და საუჭიროება, როგორი მნიშვნელოვანია ორგანიზება ჯგუფების, პროფკავშირების, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გაერთიანებების და ასოციაციების, რა დიდი როლი აქვს იმისათვის, რომ ააშენონ და შექმნან დემოკრატიული და თანასწორი ქვეყანა. და ამ მხრივ მე ვიცი, რომ ეს მცდელობები არის, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობა პოლიტიკური არ აძლევს ამ მცდელობებს გასაქანს. და ასეთი მცდელობები ორგანიზების, ვიცი რომ რიონის ხეობის მაგალითზეც იყო, ხო? და ამაზეც ხო არის შევეხოთ ამ საკითხს, რა ტიპის ორგანიზების გამოცდილება გვაქვს და ქალები რა ბრძოლებში იყვნენ ჩართული. კი, შევეხები აუცილებლად ამ თემასაც, იმიტომ რომ აი რიონის ხეობის მოძრაობის პროტესტი ჩემთვის იყო ერთადერთი ხელშესახები გამარჯვების ისტორია, სადაც ხალხის საყოველთაო მობილიზებამ ერთი იდეის გარშემო გაიმარჯვა იმ რაღაცა ტოტალურ უსამართლობაზე, რის ჩადენასაც იქ აპირებდნენ, ხო? და ნამდვილად აი ის ენა, ის პროტესტის ენა, აი ეს ურთიერთობების მთელი დინამიკა ძალიან ბევრ რაღაცას გვაჩვენებდა, იმის თქმა მსურს, რომ რამდენად მარტივი არის ხანდახან იმის დანახვა, მიუხედავად ერთი შეხედვით განსხვავებებისა, რამდენი რამ აერთიანებს ერთ რეგიონში, ერთ ქალაქში, ან ერთი პრობლემის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს, ხო? და ასევე აუცილებლად ვიტყვი ბალდის კანიონის წინააღმდეგ მებრძოლ ქალებზეც, აი მაგალითად ქუთაისში იყვნენ ჩამოსულები, როცა პროტესტი აქტიურ ფაზაში იყო და აი ამ ქალების ხმა, ამ ქალების ბრძოლა მართლაც ფასდაუდებელი მონაპოვარი არის ჩვენი დემოკრატიისკენ სვლის გზაზე, ხო? და აი შენს ნათქვამს უბრალოდ იმას დავამატებდი, რომ იქიდან გამომდინარე, რომ დემოკრატია არასდროს არ ყოფილა ესეთი ხელშესახები რამ საქართველოს მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ მაინც ეს პოლიტიკა როგორც ასეთი აგებული იყო ელიტურ, ძალიან ხალხისგან დაშორებული დღის წესრიგის მიხედვით და ჩვენ გადაჩვეულები ვართ რაღაცნაირად დავიჯეროთ საკუთარი ძალის, საკუთარი ერთობების და წინააღმდეგობების, რომ რაღაც შეგვიძლია და უბრალოდ რაცა ეს დემოკრატიისადმი უნდობლობა ზოგჯერ მოსახლეობას სკეპტიციზმს უღვივებს, რა აზრი აქვს ხმის ამოღებას, ისედაც ვერაფერს გავხდებით. აი მაგალითად ქუთაისში ეხლა ხანს დაანგრიეს ისტორიული 200 წლიანი ისტორიის მქონე საგუბერნიო ციხე, რომელიც ისე გაიყიდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ისე გამოვიდა აუქციონზე, ისე შეისყიდა ვიღაცა ადგილობრივმა ბიზნესმენმა, საერთოდ გამდიდრებულმა, რომ აი ვერაფერი ვერ გავიგეთ და როცა უკვე დავიწყეთ, რომ გავიგეთ და მივხვდით, რომ აი უკვე დანგრევას უპირებენ,
ყველა ის მექანიზმი, აი პეტიციის შექმნა, ხელმოწერების მოგროვება, უშუალოდ დაკავშირება რაღაცა ბიზნესმენთან, რომ იქნებ გადაიფიქროს ან გამოვისყიდოთ, ყველანაირი შეთავაზებისთვის ვიყავით, ხო, ადგილობრივი ქუთაისელები მზად, მაგრამ აი ვერაფერს ვერ გავხდით, აი 2 დღეში ისე დაანგრიეს ეს შენობა, რომ ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფოდა ამ ბიზნესმენს ჩვენი ბრძოლა ისტორიული მეხსიერების გადასარჩენად და აი ესეთ შეიძლება რაღაცა ძალიან ისე ფართოდ განვიხილავდეთ ზოგადად პოლიტიკას, მაგრამ პოლიტიკა ლოკალურადაც იწარმოება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ქუთაისი რა გამოწვევების წინაშეც დგას, მაგალითად ურბანული განვითარების თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურის, სკოლების, ბაღების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშოარი უკვე აქაც. აი ეს ყოველდღიური პოლიტიკა შეიძლება იყოს ის მთავარი იმპულსი და ბიძგი, რაც შენ დაგაჯერებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ცუდად არის, მაინც არ უნდა დავთმოთ ეს დემოკრატიის იდეა. ასევე თქვენს მსჯელობას ასევე ანტიგენდერული მოძრაობების აღმოსვლასთან დაკავშირებით დავამატებდი იმას, რომ გენდერულ თანასწორობასთან ერთად queer საკითხებიც ამოიღო მიზანში საკმაოდ აგრესიული კამპანიებით ქართულმა ოცნებამ, ხო? და ხედავთ, რომ აი ერთ-ერთში კოპირებული არის რუსული პროპაგანდისგან ეს სტრატეგიები, რისი გამოყენებითაც ცდილობენ აი ამ სიძულვილის ენის გაღვივებას, მტრული გარემოს შექმნას არანორმატიული queer ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც მართლა ემიგრაციის გარდა ფაქტობრივად სხვა გამოსავალი აღარ რჩება, ხო? და აი ზემოდან ქვემოთ პოლიტიკებზე ვსაუბრობდით და მე მიუხედავად იმისა, რომ მართლა სასწარკვეთილ მდგომარეობაში შეიძლება გრძნობდე თავს, მგონია, რომ ამ კრიზისს აქვს პოტენციალი ქვემოდან ამოიზარდოს რაღაც ტიპის პოლიტიკური მოთხოვნები, რომელიც აქამდე დღის წესრიგში არ დგებოდა, იმიტომ რომ მართლაც queer საკითხები, queer უფლებები და თანასწორობის იდეა, როგორც წესი ამ ევროინტეგრაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგს იყო მიბმული და რიგით ადამიანებს თითქოს არ ჰქონდა აქ ადგილზე ლოკალურად რაღაცა ტიპის პოლიტიკური მიზნების დასახვის შესაძლებლობა, ხო? მაგრამ აი სხვა ჯგუფების გააქტიურებაზე საუბრობდით და მნიშვნელოვანი არის ხაზი გავუსვა აი ტრანსგენდერი ადამიანების მშობლების ბრძოლასაც, რომლებიც ახლახან მობილიზდნენ, მაგრამ აი ზუსტად ამ ოჯახური ღირებულება, რასაც გვასაღებს ახლა ზიზღის და სიძულვილის კამპანიას ქართული ოცნება, რომ ეს არის ოჯახური ღირებულება, აი ამ დედებს მინდა რომ მოусმინონ. აი არის თუ არა ოჯახური ღირებულება ეს, რომ საკუთარი შვილი დაიცვა ყველაფრის ფასად, კულტურული სტიგმის ფასად, მტრული საკანონმდებლო სისტემის მიუხედავად, სოციალური განწყობების მიუხედავად, აი არ ვიცი, აი ამ ქალებს რომ ვუსმენ, აი მართლა თუ რამე წმინდა შეიძლება იყოს ამ სამყაროში, ზუსტად ეს არის რაღაცა უპირობო სიყვარული საკუთარი შვილის მიმართ და ყველაფრის გაღება იმისთვის, რომ შენი შვილი დაიცვა რეპრესიული ადამიანების მოძულე სისტემებისგან, ხო? და აი სწორედ ესეთი მაგალითები მიმაჩნია იმ ბრძოლის დასაწყისად, რაც აი მართლაც ეროვნულ პროექტად აქცევს ამ თანასწორობის იდეას, ორგანულ პროექტად და არა დასავლეთისგან ან ვიღაცისგან თავს მოხვეულად რა. არ შეიძლება ჩემი ოპტიმიზმი ძალიან ისეთი არის ცდარი, მაგრამ მე მჯერა ამის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რას უკავშირდება საზოგადოებაში ჰომოფობიური, ტრანსფობიური განწყობების გაღვივება. ეს ნამდვილად queer საკითხები იყო ყოველთვის ისტორიულად ჩვენს გამოცდილებაში
პოლიტიკური ჰომოფობის ნაწილი. და მე მჯერა რომ ჩვენ ბევრად უფრო ბრძენი სოლიდარული საზოგადოება ვართ, ვიდრე ის, რასაც გვაჯერებს კონკრეტული მთავრობა, ვინ ვართ და რა გვინდა. მადლობა ორივეს. ახლა ნელ-ნელა ალბათ შევაჯამოთ, ხო? და ძალიან ბევრი პრობლემა წამოიჭრა, საკითხი წამოიჭრა და შენც უკვე შეეხე იდეაში, როგორ წარმოგიდგენია, ხო? გარდაქმნა, მაგრამ აი როგორ წარმოგიდგენია ამ ყველაფრის ალტერნატივა, როგორც მათ შორის მოძრაობამ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს პრობლემები, რომელიც ერთი მხრივ დისკრიმინაციის სახითაც გვაქვს, ხო, სიმპტომის სახით, მაგრამ მის საფუძველმდებარე, ხო, მიზეზებს, ასე ვთქვათ, როგორ აღმოფხვრათ ეს პრობლემები, გამოწვევები და რა ალტერნატიული რეალობა გვჭირდება იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს გამოწვევები. სოფოს არაჩვეულებრივ სიტყვასაც გამოვეხმაურები. და აუცილებლად რაღაცა სამომავლო და ზოგადად მოძრაობის პერსპექტივიდან ფემინისტური დღის წესრიგის საკითხზეც 2 სიტყვას ვიტყვი, ხო? ერთი ალბათ რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი მოძრაობა სწორედ აი ამ თანასწორობის იდეაზე დგას და ალბათ ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანია თანასწორობის ყველა ინკლუზიურ ფორმაზე და ინკლუზიურ იდეაზე, სადაც რაღაც უბრალოდ დაწერილი სამართალი კი არ კარნახობს, ან დაწერილი წესი კი არ კარნახობს, არამედ შენ თვითონ ეს თანაცხოვრება კარნახობს თანასწორობის იდეას, ხო, ანუ საზოგადოების ეს რაღაცა ის სიკეთები, რომელიც ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს, ეს სოლიდარობა იქნება ეს თუ მხარდაჭერა, ხო, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ვახორციელებთ, ეს რიგითი ადამიანური აქტები ხდება შენი რაღაცნაირი მანიშნებელი და ესე ვთქვათ მასწავლებელი, როგორ უნდა შექმნა დემოკრატია ქვემოდან და როგორ უნდა ასე ვთქვათ ჩააშენო მე ის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ აი სოფო შეიძლება აღნიშნე ხო რომ სინამდვილეში ჩვენი საზოგადოება იმაზე მეტად თანასწორია ვიდრე ამას ჩვენ გვასწავლიან და იმაზე ნაკლებად არის მომხრე იერარქიების ამ რაღაცა ხო ჯგუფების დაყოფის ჩვენ და მათი ჩვენ და მტრები და ასე შემდეგ ხო ეს არის ის გამოცდილება რომელიც გვაქვს და ჩვენ ეს გამოცდილება არავინ იმაზე უკეთ არის ის ვიდრე ჩვენ და იმ ადამიანებმა რომელიც აქ ცხოვრობენ ხო იქნება ეს რეგიონებში თბილისის სხვადასხვა უბანში სადაც ჩვენ ამ ურთიერთ მხარდაჭერას ამ თანაცხოვრების განსხეულებას ვხედავთ ყოველ დღე ხო როგორ უდგანან ერთმანეთში მეზობლები იქნება ეს თუ ავიცი ნათესავები მეგობრები და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს გვასწავლის უკვე ამას და ალბათ ჩვენი მოძრაობა სწორედ აი ამ ძალიან ცოცხალი სოციალური გამოცდილებიდან ამოდის, როდესაც ვსაუბრობთ თანასწორობაზე, მათ შორის გენდერულ თანასწორობაზე, იმაზე რომ ადამიანების ხო რაღაცა ეს დაყოფა და დანაწევრება როგორი პრობლემურია, მაგრამ თან ამ ადამიანების რომელსაც განსხვავებ ყველას მრავალი იდენტობა გვაქვს და ყველას მრავალი ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს კარგი თუ ტრამვული და აი ამ ყველაფერში ჩვენ ერთიანები როგორ ვართ და ყველა როგორ უნდა აღვნიშნოთ, ოღონდ აღვნიშნოთ ცოტა ქართულად არ არის ხოლმე შესაძლებელი სიტყვა, მაგრამ როგორ უნდა ვაღიაროთ ყველას ეს გამოცდილება და ვაქციოთ საერთო ხო რაღაცა ამ შენების პროცესში საერთო ფუნდამენტად. ამიტომ აი რაღაცა ესე ცოტა შეიძლება აბსტრაქტულად, მაგრამ აი ესე უფრო მეტად ვხედავ მე აი რაღაცა ცხოვრებისეულ გამოცდილებიდან ამის დანახვას და ჩვენი პროგრამა პრინციპში, რომელზეც ჩვენ დღემდე ვმუშაობთ და შევიმუშავეთ, მაგრამ დღემდე მუშაობის პროცესშია და ხო რაღაც სამომავლო იმის მიხედვით როგორი არის მდგომარეობა, ანუ ცდილობს რომ რაღაცა მოერგოს ასევე ამ გამოწვევებს, ხედავს აი ამის მნიშვნელობას, რომ დემოკრატია ჩვენ დავინახოთ, როგორ ამოიზრდება, ხო, როგორ ამოხეთქავს რაღაცა ხო იმიდან, ხო ბეტონიდან თუ არ ვიცი როგორ დავარქვათ, რომლის ჩაშენებას ცდილობენ და აი ამ თანასწორობის, სამართლიანობის იდეიდან იქნება ეს ქვიარ ადამიანები, ხო, რაღაცა ეთნიკური ნიშნით, სხვა ჯგუფები თუ სოციალური ნიშნით როგორ უნდა შევძლოთ ამის საპასუხო პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, ხო? და არა მხოლოდ ის, რომ ის რაღაცა შეესაბამებოდეს სტანდარტს, არამედ ის შეესაბამებოდეს რეალურად იმას, რაც მოსახლეობას უნდა და ჩვენ ვხედავთ მაგას, რომ მოსახლეობას სურს დემოკრატიული თანაარსებობა და ეს ნებისმიერი რაღაცა პროპაგანდა, რომელიც ამბობს, რომ ესე არ არის, სინამდვილეში მოკლედ პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ სულ სხვანაირად არის და ამ სოციალური მოძრაობები, სოფოშენ რაც დაასახელე, ისინიც ამის
მაგალითია. და დღესაც ახლა ჩვენ რასაც უყურებთ, თუნდაც პროტესტის სხვადასხვა ფორმები, რომელიც ქუჩაში არის და პროტესტის 1000 ფორმა, მარტო ქუჩა რა თქმა უნდა არ გულისხმება. ამას გვაჩვენებს, რომ მოსახლეობას ეს წყურია, თუნდაც ისინიც კი, რომლებიც შეიძლება ქუჩაში ვერ გადიოდნენ და ეს მითითებები თუ რაღაცა სურვილები ჩვენთან მოდის. ასევე ალბათ აი მნიშვნელოვანი არის, რომ ეგეც აღნიშნოთ რა, რომ გენდერული თანასწორობა იქნება ეს თუ ფემინისტური სამართლიანობა, რა თქმა უნდა არ არსებობს ქვიერსამართლიანობის გარეშე და ამის ხაზგასმა აუცილებელია და აუცილებელია იმისაც, რომ აი ამ რეალობაში, როდესაც ადამიანების სხეულებით, მათი იდენტობებით, მათ შორის ფემინისტური სუბიექტების ხო და ქვიერ სუბიექტების ხო ეს რაღაცა პროპაგანდად ქცევა ეს ინსტრუმენტალიზება როგორ აქრობს ადამიანს ამ პროპაგანდის მიღმა ხო და სრულიად შლის მის ისტორიას მაშინ როდესაც როგორც ქალები ქვიერ ადამიანების ან ხშირად მათი დიდი ნაწილი ყოველთვის იდგნენ იქ სადაც იყო საზოგადოებრივი მხარდაჭერის საჭიროება და ამის არ დანახვა ალბათ არის ძალიან დიდი პრობლემა. ამიტომ დღეს ის ფაქტი, რომ ჩვენ შევქმნათ უსაფრთხო გარემო ყველა ადამიანისთვის და შევქმნათ თანასწორი თვითგამოხატვის და საკუთარი მოქალაქეების აშენებისთვის თანაბარი გარემო, აი ეს პრინციპები არის ალბათ რაც ჩვენ გვამოძრავებს, მათ შორის ჩვენს მოძრაობაში, რომელიც გვასწავლის სწორედ იმას და ერთმანეთს ვასწავლით ამ მოძრაობაში და ეგეც ამნიშნავია, რომ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ანუ არანაირი იდენტობის მიუხედავად კი არა, ანუ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვართ ერთიანები, ჩვენ ვართ მსგავსები და მსგავსები რომც არ ვიყოთ და განსხვავებულები ვიყოთ, რატო არის მნიშვნელოვანი, რომ შენი წუხილი ჩემი წუხილი გახდეს. და მე მგონია რომ ამ პრინციპებს ვეფუძნებით და ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. ეხლა ყველა ვერ ვისაუბრებ უფრო ტექნიკურ ნაწილზე, როგორ ხედავთ, ალბათ ამისთვის ცალკე სივრცე გჭირდება, მაგრამ ალბათ ეს არის უფრო პრინციპი ღირებულებითი სქემა, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ ვიცხოვროთ ამ გარემოში, ხო ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და გადავჭოთ, ვიცხოვროთ, ვიზრუნოთ და გვიყვარდეს. ალბათ ეს იქნებოდა რა ჩემი მადლობა ლიკა, ხომ არ დამატებდი საფორ? აი ძალიან მოკლედ დავამატებდი, აი ეს 8 მარტის დეპოლიტიზება, აი არ მასვენებს ეს ბრაზი, რაც ამ თარიღთან დაკავშირებით მაქვს და აუცილებლად დავამატებდი იმას, რომ აი ჰეტეროპატრიარქალურ გარემოში, თუნდაც ეს ქალობა, დედობა, დედობრიობა მოხელთებული არის, ხო? სახელმწიფოს მხრიდან ეს ძალიან მარტივი გზა არის სამუშაო ძალის კვლავწარმოებისთვის, მუშახელისთვის და ასე შემდეგ. მეორეს მხრივ ეს ნეოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც აღზევდა ხო ბოლო აწლეულების მანძილზე ინდივიდუალურ გადაწყვეტას უძებნის ყველა ჩვენი პრობლემას, რომელიც გვაქვს რაღაცა პირადი წარმატების ისტორიებით, ეკონომიკური ემანსიპაციის და ამ ნეოლიბერალურ საბაზრო ეკონომიკაში ჩართვით სთავაზობს ქალებს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ხო? და სინამდვილეში ყველა ეს იდეოლოგია ძალიან ფარისევლურად იყენებს ჩვენს შესაძლებლობებს და პოტენციალს და აქრობს ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის და ორგანიზების სივრცეებს და შესაძლებლობებს, ხო? ანუ ამიტომ ახლა სწორედ მოძრაობის დღის წესრიგსაც რომ მივაბა ეს საკითხები, აი გამოსავალი ალბათ ამ კრიზისულ სიტუაციაში არის ეს, რომ ჩვენ შევძლოთ პოლიტიზება და ყველა სივრცეში არტიკულირება იმ საკითხების, რომლებიც მართლაც განსაზღვრავს ჩვენს მატერიალურ ყოფას. ხოლო რაც ეს ქალთა უფლებები ნამდვილად ვერ დარჩება კულტურული დაპირისპირებების სივრცეში, ხო და აი უცებ დავამატებ ჩემი საყვარელი ფემინისტი თეორეტიკოსი არის ბელ ჰუქსი, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, რომ ფემინიზმი არის ყველასთვის, ეს არის შესაძლებლობა, ხო, საზოგადოების გაჯანსაღების, იმიტომ რომ პატრიარქატი არანაკლებ ჩაგრავს ხშირად კაცებსაც და აი ის მრავალი პრობლემა, რომელთა წინაშეც
ჩვენი საზოგადოება დგას ხომ იქნება ეს ალკოჰოლ დამოკიდებულება, ნარკო დამოკიდებულება და მე ოჯახის სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობა განაპირობებს მნიშვნელოვნად ის გარემო, ის ეკონომიკური წესრიგი, რომელშიც ამ კაცებს უწევთ იყვნენ ეს კაცურობა შეინარჩუნონ, იყვნენ მარჩენლები, მაგრამ სისტემა მუდმივად ამცირებს მათ, როგორც ვერ შემდგარ კაცებს. და სწორედ ამიტომ ეს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაც უნდა დავინახოთ, რაცა კომპლექსურად და ერთიანად და ყველა ის მიდგომა, რომელიც ჩვენ ბრძოლას აუფასურებს ან დეპოლიტიზებას უკეთებს და რაღაცა ნეოლიბერალურ დღის წესრიგში გადაყავს, ყველა ეგეთ ნარატივს და იდეოლოგიას კრიტიკულად უნდა შევხედოთ ალბათ. კი ბატონო, მეც დავამატებ, მაშინ თქვენ ახსენეთ ძირითადი საკითხები. და მინდა რომ მაინც ორი საკითხი გამოვყო რა, რაც ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც მოძრაობის წევრისთვის. ორი ძირეული გარდაქმნა, თქვათ პოლიტიკის და ეკონომიკის სფეროში, რომელიც ალბათ შექმნიდა იმ ნიადაგს, რაც აუცილებელი წინაპირობაა ქალთა ემანციპაციისთვის, ხო? პირველი საკითხი ეს არის, რომ ჩვენ როგორც მოძრაობას გვინდა მეტი ვიდრე ლიბერალური დემოკრატია, ხო? იმ გაგებით, რომ ლიბერალური დემოკრატია არის წარმომადგენლობითი, სადაც შენ, როდესაც ირჩევ 4 წელიწადში ერთხელ კანონმდებელს, შენ მარტო აღმასრულებელ უფლებას კი არ გადასცემ კანონშემოქმედების და მათ შორის შენი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლებებს გადასცემ. და ამისგან განსხვავებით, რომელიც ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ამ ჩართულობასაც, მაგრამ მხოლოდ როგორც სტუმარს ის მართავს და შენ შეიძლება ჩაერთო და მეტი მონაწილეობა და ამის შედეგად ხედავთ, რაც შენ აღნიშნე, რომ ისე გაიყიდა შენობა, ისე იყიდება ქალაქები და სოფლები და ტყეები, რომ ჩვენ ამის შესახებ ვერც კი ვიგებთ, ხო? ამის საპირისპიროდ ჩვენ როგორც მოძრაობა მიგვაჩნია, რომ ალტერნატივა არის ჭეშმარიტი რეალური დემოკრატია, რომელიც არა წარმომადგენლობით იქნება, არამედ რომ რა შემთხვევაშიც ყველა მოქალაქე ყოველდღიურობაში იქნება ჩართული იმ პოლიტიკის განსაზღვრად, რომელიც მის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, შესაბამისად პოლიტიკა უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკა და არა პრივილეგია, რომელიც ერთეულების ხელშია, ხო? ადამიანებმა, მოქალაქეებმა და ქალებმა უნდა მოახდინოთ გავლენა იმ პროცესებზე, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე ასე დიდ გავლენას ახდენს. მეორე რაც შეეხება ძალიან ბევრი ეკონომიკური პრობლემაც წამოვჭერით, ხო? და მათ შორის ეკონომიკურ ველში ქალები განიცდიან მრავალშრიან, მრავალჯერად ექსპლუატაციას, ხო? ესე ვთქვათ, ქალებიც და კაცებიც ერთი მხრივ საქართველოში ორივე ჩართულია, ანუ იძულებული არის გაყიდოს თავისი შრომა იმისთვის, რომ გადარჩეს, ხო? და ვიღაც სხვა სარგებლობს და ძირითადად ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი 30% მშრომელია, კიდევ დიდი რაღაც ნაწილი არის ნახევრად დამოუკიდებელი მშრომელი და ასევე 30%-მდე სადღაც არის სასოფლო-სამეურნეო საქმეებში ჩართული, ხო? ესე ქალიც კაციც ჩვენთან არის ექსპლუატირებული აი ამ შრომის პირობებით. მეორე მხრივ ყველანი ქალიც და კაციც ამ შემთხვევაში განიცდის მეორად ექსპლუატაციას, რაც არის მაგალითად უმეტესობა ჩვენთან არიან ქალები, ხო, პენსიონერები. და ეს მეორადი ექსპლუატაცია, როდესაც შენ იხდი პროცენტს, ქირას და ვიღაც და ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი დავალიანებულია და ამით ვიღაც სარგებლობს. მესამე დონის ექსპლუატაცია, რაზეც ჩვენ აღვნიშნეთ, რასაც ქალები განიცდიან, ეს არის აი ეს აუნაზღაურებელი შრომა, ამით სარგებლობს სახელმწიფო, ამით სარგებლობს დამსაქმებელი, ამით მათ შორის სარგებლობს კაციც, იმიტომ რომ ქალები 5-ჯერ მეტ სამუშაო დროს უთმობენ საშინაო შრომას. რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი, მაგალითად, აი ამ მრავალშრიანი ექსპლუატაციიდან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა შექმნას ზრუნვის ინფრასტრუქტურა. და დღეს როდესაც დემოგრაფიაზეც საუბრობენ, მაგრამ საქართველოში 44% ქალების აღნიშნავს, რომ მათთვის ბაღების ხელმისაწვდომობა ბარიერია, ან სოფლად, მაგალითად, 7-ჯერ ნაკლებად აქვთ ბაღებისთან ხელმისაწვდომობა ვიდრე ქალაქად. ანუ ბაზისური ინფრასტრუქტურაც კი არა გვაქვს და ეს არის, რა თქმა უნდა, ასაშენებელი თავიდან და გასამართი ზრუნვის. მეორე მხრივ, რაც შეეხება დამსაქმებელს, ალბათ აქაც რაც არ უნდა სამუშაო ადგილების შექმნა, ზრუნვის სერვისები და ინსპექტორები
ინფრასტრუქტურა შექმნა სახელმწიფომ, მაინც აუცილებელია დამსაქმებელმა შეცვალოს მაგალითად სამუშაო დრო. იმიტომ რომ მუშაობდე 8 საათი შეუძლებელია და თან შემდგომ საოჯახო საქმეს ეწეოდე, იმიტომ რომ ეს 8 საათიანი სამუშაო დრო მაშინ თავის დროზე ითვალისწინებდა, რომ იყო კაცი, რომელსაც ყავდა ქალი, რომელიც ასრულებდა ყველა ამ სამუშაოს. თქვენ თუ გვინდა გადავიაზროთ ეს წესრიგი, მაშინ სახელმწიფოს უნდა მოახდინოს ცვლილებები, დამსაქმებელმა უნდა მოახდინოს ცვლილებები და რა თქმა უნდა, მესამე დონეზე უნდა მოხდეს ის შრომა, რომელიც გენდერულადაა გადანაწილებული ქალსა და კაცს შორის, თუ ასე შემდეგ, ოჯახის წევრებს შორის გადანაწილდეს თანასწორად. მოკლედ, ხო, გვინდა რომ ჩვენ ვიყოთ ჩვენი ყოველდღიურობის შემოქმედები და თანაშემოქმედები, ხო? ეს იყო დღევანდელი გადაცემა. დიდი მადლობა მოსმენისთვის, ყურადღებისთვის, თქვენ სტუმრობისთვის. გემშვიდობებით.